ერთი გავამზადე. ეს კიდე მეორე იქნება. ერთი გამოვაცხე. აგერ კიდე ერთი წხვება. 4-ია ჯამში. ლობიანები. გალი გინდა. ეს ადას ნახევარია. ეს მოხასი. გეგა ეგერ მიირთმევს, გეგას ერთი ცალი აქვს, მოხა თავის სუპს მიირთმევს, ადა ჩანგალს ელოდება. დედას გულიდე. მე 4 ლობიანი გამოვაცხე დღეს. შენც დედას სიყვარული ხარ დე, სიხარული დედას. თან ცომი უჭირავს ქალბატონს. გეგა კაია დე? შენ გიყვარს ლობიანი ძალიან. ერთ ლობიანს შეჭამს და კიდეც დაიმატებს გეგა. ისე უყვარს. ფუ ქენი დედა, ფუ. გოდეც ერთს ჭამს მთლიანს. ეს უყურეთ, ის ნახევარიც აიღო. მოგწონს შენ? ხო, მოგწონს. მეც მოწონს. დედა. უხანი მეუბნება შენ არაფერი გააკეთო ლობიანების გარდა. მალე მორჩი მუხლანი შენი სუპი თორე მე მგონი შენს ლობიანზეც გადავლენ. შენ არ გიიღებ ბავშვებს უღებ, კაცო ჭამე შენ. არა ბევრს ჭამს ეს ბავშვი. ხო შენ დედიკო. არა ჭამე, ეხა შეჭამე, გვიან არ გაჭმე. მოგლეთ გამოვიღე ეს ცომი. ეხლა გავაბრყელოთ კიდე. ცომი გავანთავისუფლე და თასები გასარეცხად დავაგდე. რა თუნდა თქოლკა? თავს ხალხი. მე წადი მაგარია და თოველი ტან თოვს არ მიყვარს თოვი. წადი ნუ გეშინია. წადი. კიდე თოვს. მაინც გვერდზე იარე გოდერძი. არ არის ცივი. მეც კაზაჩოკები ჩავიცვი უცებ აბა კეტებით. ვერ წამოვიდოდი. ეგრე თოვს. სახე მაჩვენე და ერთი რა რეაქცია გაქვს. მოგწონს თოვლი? ფაფაჭამეს, მაგრამ ეხა უკვე აი პირველი საათია 2:05 წუთი. ხო და ლობიანი პიცაო და რა ვიცი არ მიდის ჯერჯერობით ცხელიაო და ეს კიდე მიირთმევს მადლობა ღმერთს. ეხა მეორედ და აწი შუა დღეზე 1-4 საათამდე
მოვათმენინებ. გოდეს ხაჭაპური უნდა დავახვედრო და მოკლედ ეს. აქეთ აგიდოდე? მოკლედ. აქეთ ეხა. ხედავთ რა ამბავიც მაქვს. ხედავთ. ეს ხასი ხო ცარიელი მაქვს, მაგრამ მე არ მედოს ერთი წამი ჩავიხებ. არა, ცარიელი მქონია. ეს ჩემი ცომი ერთი გამოვაკიდე, ერთი ფული და იყოს. ცოტა დიდ თასში კია, მაგრამ გავეცხავ მოხას ჭიქასაც, კონტეინერებიც შერალებია უნდა ავალაგო. ჭიქასებო. ატახატო, მაგიდაზე არ შეიძლება. მოკლედ, ძირფასებო, ვიდეოები, რომლებსაც ეხლა თქვენ ნახულობთ გუშინაც როდეს. ანუ მიხვდებით რა, ერთი ტანსაცმელი რომაცია და რამოდენიმე ვიდეო არის, ის არის იმ ერთი თხის. რამოდენიმე ანუ ვერ ავტვირთე, თან დასამუშავებელი იყო, დასამუშავებელში რაც გულისხმობ მისაბმელი, ამიტომ სანამ ესწრება, ეხლაც კი უნდა მივაბა. უფრო სწორედ ვაკეთებ, ვაერთიანებ ვიდეოს, მაგრამ როცა ესე ვიდეოს ვიღებ ან ტელეფონზე ვლაპარაკობ, არ აგრძელებს, ძალიან ზოზინა არის და ამიტომ გუშინდელიც მაქვს დარჩენილი. და მოკლედ, დღევანდელი არის მხოლოდ ეხა ეს ვიდეო. დღეს არის 19 თებერვალი. ასე რომ რომელსაც ნახულობთ ხოლმე, ანუ ჩვენთან თოვსო რო წერია, დღეს ჩვენთანაც მოთოვა და გაჩვენებთ, გადავიღე რაღაც ნაწყვეტი და მივაერთებ რა თქმა უნდა, ესე ნაწყვეტ უიღებ ვიდეოებს. ხო და მოკლედ. იმის თქვა მინდოდა, სადაც ერთ ფორმაში ვარ, ის ერთი დღის არის, რო გახსოვდეთ, ანუ რო იცოდეთ, მაგიტო გეუბნებით. მე მგონი 4 ვიდეო გამოდის იმ შავი და ესეთ ზოლებიანი ის რომაცია ზედა იმით. მე მგონი 4 იყო რო გადავიღე. მოკლედ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გუშინდელი ბევრი არ არის. გუშინ მე მგონი 2 თუ 3. არ მახსოვს რა მოკლედ. სადაც ერთი ფორმა მაცვია, ის იმ ერთი დღის არის. და ესე მიხვდებით რა თქვენ თვითონაც. არის რომ მაგალითად დღეს კი ვახერხებ რამოდენიმეს გადაღებას. იმ დღეს ცომის მოზელვა, ხაჭაპური, ლობიანი, კომბოსტო, ყველაფერი ის ერთ დღეში მომიწია იმის გაკეთება და ერთი დღის ვიდეო იყო. კომბოსტო არა, კომბოსტო მეორე წითლები რომაცია, მაშინ გავაკეთე თუ. მოკლედ მეც სკლეროზი მაქვს ხო და არ ვიცი. არ მახსოვს, მაგრამ ესე არის, რომ შემორჩენილი მაქვს ვიდეოები, რომლებიც უნდა გავაერთიანო და უნდა აგიტვირთოთ. დღესაც კი გუშინდელი. ესე ვარ. აქ ის მოტყდა, ანუ სადაც მივარჭე. ლურს მნები. ყველგან არის ძალიან აი როგორ გითხრა, იფშუნება ეს კედელი არ არის საერთოდ არაფერი, ანუ ძალიან მყარი არ არის, ადვილად ერჭობა ლურსმანი და ადვილად ძვრება. ძალიან ადვილად სრიალდება აქეთ. არ არის კარგი კედელი, როგორც აქ არის მაგალითად მომგრეული, ის არ ვიცი რა პრობლემა აქვს ამ კედელს, მე ვერ გეუგე. მართლა ვერ გავუგე, მაგრამ სადაც ლურსმანს მიარჭობ, აქეთ ძვრება. ის ვერ გავაკეთე, შევინახე. წუხელ მოძვრა, ხელს რო იბანენ, მორბიანი, იქრო კიდია იმას ვერ წუდებიან და აქეთ და ამას ეკაჩება ადა და ჩამოვარდა. ხო და ეს ისედაც ძალიან მოუხერხებელი არის, არ ეკიდებოდა ის რა ქვია, მაგრამ ეს აქაური ძველი იყო რა და მაგიტო მქონდა. იქ დავდე რომ მე მუხრანი იქნებ რამეს და ამ იმებს გავავსებ. უცუდად რო არ ჩანდეს წებოთი.
გავავსებ ამ ნახრეტებს. აქაც გავსებული მაქვს აგერ ორ ადგილზე. ასე რომ იმასაც გავავსებ. რაც მე მივაჭე სადაც ლურსმანი და რაღაც ემჩნევა იმას მე გავავსებ ისე ავტოვებ ხოლმე. ხო, დღეს არის 19 თებერვალი და იმედია ეს თებერვალი მალე მორჩება, თორემ მე მგონი წამომეწია და დღეს ძლივს ავდექი და ანუ ძლივს ვიხვიძებ, დილით კი ავდექი, მაგრამ მერე დავწექი ისევ. ცოტა ხნით წამოვწვევი მეთქი, ამას ადგილი არა მაქვს. აგერ დავდოთ კონტეინერზე. ხო და მოკლედ მე ძალიან გამიჭირდა ადგომა სიმართლე გითხრათ. ამის თქმა იყო, რომ მინდოდა ხამე სადღაც 3-ის მერე დავწექი, მანამდე ვიჯექი, ტელევიზორსაც ვუყურებდი და კიდევ გასაფენი მქონდა. მე მივანაგე ოთახი ისე ავწვევი, მაგრამ რა აზრი აქ ესენი რო დგებიან დილით წამში მაინც არეულობა მაქვს. ამოვრეცხავი ხამე ამ ყველაფერს ამაზე არ გაყურებდი, იმიტომ რომ წყალი ძლივს მოდის და მოუნდები მე ამას კარგახანს და მე ეს ვიდეო გასაერთიანებელი მექნება. ესეა ჩემი ამბები. შევდექი მე ხარეცხას. მოკლედ კოდე მოვიდა. გამოვუცხოთ ხაჭაპური. ეს მქონდა დარჩენილი. ხო და დავპირდი რომ დედიკო გამოგიცხობ ხაჭაპურს მეთქი ხო და გამოვაცხ. ბევრი ყველით მაინც არ უნდა დიდად. ეხა მოუნდა ყველას და რეკვა, აღარ შემიძლია, რამდენჯერ გამოვთე. გუში ფენოვანის ცომი, იმას ვქენი რა ქვია. მარგარინი რო უნდა წამესვა ისე, მეორეჯერ რო გამოვიღე მაცივარი, არ ვიცი ეგ ვიდეო ავტვირთე ჯერ თუ არა. მაშინ მოუნდათ მაინც და მაინც დარეკვა, რო არ მეპასუხა არ გამოდიოდა. აია. აქვს მარილი. ეგ ერთი ტელეფონი რომ არის ეხლა, ვერ ვახერხებ, რო აი ვუპასუხო ან რამე, ან რო ვუპასუხო, მაინც ეგ უნდა დავაპაუზო, თუმცა ის დაპაუზება მაინც მერე გააგრძელებს და ეგაა ვიდეოს, მაგრამ აი ესე. აქ უკვე უნდა მოვაცილო ეს ზედმეტი ცომი. აი ასე, ტაფას ვახურებ. ამას შევინახ. რა დედა?
მოკლედ ის გაურეცხე და არ იქნება ჯერ მშრალი. კი. გამშრალა. ძალიან კაი. მაცივარში ნადები რო არის ცომი. ძალა უნდა რომ გააბრტყელო, თორე არ მქონდა ეს და ხელით ვაბრტყელებდი. აი ეს, ნახეთ. აი. ეხა. ამაში არ იქნება იმდენი ყველი, ასე რომ უნდა მაგარ კინოს ვუყურე, გუშწოხე. ძალიან მაგარ ფილმს. ეხლა ლობიო უნდა ვიყიდო კიდევ, რომ აი ასე ვაკეთებ ძირფასებო, რომ მე ტილოზე არ იყოს ქვილი და ტილოს ადვილად ვავლებ. ხელფასობას ველოდები, ხელფასის დამიცხვას რომ ვიყიდო ტილოები, იმიტომ რომ აქა ნიკოდეიდას არა აქ ის კაი ხარისხი და რაც არ წმენს ის ტყილა არ მინდა რომ ვიყიდო. ამიტომ აი ეს ჩემი თებში ისიც წამე დედა შემოგევლიდე. ლობიანი ადამ რო დატოვა, ყოჩახდე. ადამ რო დატოვა, გოდე ჭამა. ძალიან გემრიელად. მოკლედ ეს იყოს სუფთა. ხალიჩებიც დამისვევდა ისევ გარეთ. სადავაშროლე შემოვიტან აივანზე აწვიმს ყველა აქეთ. მოკლედ კი არ უნდა ეხა ამას ამდენი, მაგრამ მაინც მოკლედ ნახეთ, ერთი გამოცხობა კიდე დარჩა. საღამოს გამოვუცხობ გოდეს. ესე ძვირფასებო. აი ეს. ჩიქების სულთებია. ეს ჩაი და წყალი იქ იყოს ხალბატონი. როგორც მოითხოვს ხმის მაუწყის. აი ეს. ეს იმისთვის კარგი მარგარიტი შეიძლება. ჩუსტები დაიდოს თავის ადგილზე. ანა. ვისიც არის? ანადე. ჩუსტები გეგა. ანადე. გეგა. შენ ხო იცი დედიკო ყველაფერს თავის ადგილზე დებ, ეხა რა არის? მოკლედ ეხა რძე კი მაქვს მე თაფებისთვის, მაგრამ
ანიკოდეიდას უნდა ვკითხოთ, თუ ექნება რძე, რომ ტორტისთვის ფაფა რომ მინდა. გამოვაცხობ ნორმალურს რა, ჩემთან პატარა ტორტი მე რო გამოაცხო არ რჩება და გამოვაცხობ ჩვეულებრივად 10 კვერცხიანებს იმ ალუმინის რომ აქვს და დავჭრი შუაზე. ფიქრობ, მოკლედ არ ვიცი, ნახოთ როგორც გამოაცხობ. არც მახსოვს იმ ტაფაზე რამდენ კვერცხიანს ვაკეთებდი. გასარეცხია უყურეთ. უყურეთ. ჩემთვის პური გამოაცხე, ლობიანი გამოაცხე და არ გამირეცხია, ისე მქონდა ეხა ფესტივით რო დავაცხე. წაიღეთ ადე თავის ადგილზე. რა არის? რა? გოდე, პატინკების ადგილი დაბლადე. დააკვირდი ხოლმე დედი. გამოსწი ბოლოზე და დაეტოვა. აი ესე. ნახეთ. როგორ ტყელია. გოდეს არ ყვარს დიდად ბევრი ყველით და გავივათ რომ ორი გამოვიდა. ადედა. ეს ხაჯამოიაგია შენ შეჭა? ხო, გეგა, პავლია. აბა, ეხა ლობიანი ხო გაჭამე დედიკო, ჯერ 1 საათიც არ გასულა. მერთო, გესმით ხალხო. კიდე იმას უყურებს. კიდე რეკავს. კაი, მოკლედ დაგაპაუზებთ, უპასუხებ, თორე არა, დაპაუზება არ გამოვა, უნდა გავხსნი.